გუშინ რასაც ვისაუბრე იმაზე, იმიტომ რომ გავაკეთე საუბარი. ანუ ბავშვებზე იცით რა არის, აი ყოველთვის უფრო დიდ აქცენტს ვაკეთებდი, რატომეტირება არ ვიცი. უფრო დიდ აქცენტს ვაკეთებდი ხოლმე ყოველთვის, რომ აი ნეგატივ დიდებზე რა, რომ ნეგატივი გარდაქმნა პოზიტივად, ანუ როგორ უნდა ამოხვიდე, როგორ უნდა გაუშვა წარსული და რაღაც. ანუ დიდებზე ვაკეთებდი ყოველთვის აქცენტს, სანამ აი ეს მაიკლ ჯექსონის შესწავლა არ დავიწყე, იმიტომ რომ ახლა იცვლება რა ცნობიერება და ცნობიერება რო იცვლება შესაბამისად ეს ყველა ადამიანი ვინც ეს ყველა ადამიანი ვინც ცდილობდა ჭირს ხო კარგად ვარ ეს ყველა ადამიანი რომელიც ცდილობდა რომ განეკურნა, იმიტომ რომ ძალიან მტკივა ეთყობა ეს ბავშვები რაღაც დავბლოკე ჩემში, იცით რა მე მახსოვს ჩემი თავი ძალიან პატარა ვიყავი და ეს ჩოლკით დავდიოდი ხოლმე ჯერს ერთს, იმიტომ რომ ესე იგი რა ვიცი ყველაზე მე მოვწყველ აი საერთოდ არ ყოფილვარ ლამაზი, აი საერთოდ და რა ვიცი ყველა აი ეს თითქოს თაფლი მქონდა წაზმული და ყველას აი არ ვიცი რა ხან ციხიდან მირეკავდნენ ხოლმე რაღაც აი რა შუაში ვიყავ, ჩემი ლამაზი გოგო იყო, მაგრამ აი რაღაც ამომიჩემებდნენ ხოლმე და ისე მეშინო და აი არ ვიცი ყველაფერი ერთად. და ნახეთ და ეთყობა ეს ბავშვების თემა ძალიან არ ვიცი დავბლოკე რაღაცა და აქცენტი გავაკეთე დიდებზე, რომ დიდები განიკურნეთ რაღაცა, რომლებიც შეიძლება ხვალ არაზერთოდ აღარ იყვნენ, ანუ და ბავშვები რაღაც, მაგრამ ბავშვები მწერენ, ხო დედი მოვალ, ბავშვები მწერენ, რომ აი ეს გავაკეთო, ეს მინდა სკოლიდან, ის სკოლის მოსწავლეები დამეხმარი ამაში დამეხმარი და ძალიან ზედაპირულად და ყოველთვის აი დიდებზე ვაკეთებდი ხოლმე აქცენტს და ესე ჩონკით დავდიოდი ხოლმე და რატო? იმიტომ რომ ვერ ვუყურებდი აი დედებს აი ცარიელს, ტკივილიან დედებს, იმიტომ რომ ვიცოდი რომ გააჩენენ შვილს, იგივეს გადასცემდნენ, იმიტომ რომ მეც იგივე გადმოძვენ, ინტუიციურად გრძნობდი ამ ყველაფერს, გესმით და არ შემეძლო მის ყურება და აი ფრაზას ვერ ვიტან და გამრავლდეს ეს კაცო, რა უნდა გამრავლდეს ტკივილი? ერთს თუ ამრავლებ ნიშნავს რომ ცხოველს ამრავლებ და ტკივილს, იმიტომ რომ რაშიც ვიყავით ღმერთო ჩემო და რაშიც ვართ ზოგიერთნი, ხო? არის დამღუპველი. გესმით? აი ნახეთ ეხლა მაიკლ ჯექსონზე რატო არის ესეთი ამბავი ატეხილი ზუსტად იმიტომ რომ ეს ადამიანი ამ ადამიანს საოცარი კავშირი ჰქონდა ღმერთთან. აი თუნდაც იმ მუდრებს რასაც აკეთებდა, გესმით? ეს არის ყველაფერი მუდრა. ეს მაგალითად ნიშნავს ეს არის სიყვარული, რადგან სიყვარული დამაკლდაო ნათქვამი აქვს. ის აკეთებდა ეს გონი ძალიან გმსიანი. სიყვარულისთვის აკეთებდა ამ ყველაფერს. იმიტომ რომ თვითონ სიყვარული დააკლდა. აი მაგალითად მამა ურტყავდა, დედა ესეთი ძალიან კარგი ადამიანი იყო. ანუ მოკლედ რა კომპლექსები აკიდა მამამისმა, ხო ძალიან მკაცრი იყო და ესეთი ძალიან მომთხოვნი და ასე შემდეგ და დედა კიდე ანუ წყნარი რაღაცა და მაინც ვერ შეძლო ბავშვის დაცვა და ამიტომ შვილი მაგრამ დედისგანაც ვერ მიიღო ის მზრუნველობა, ანუ მზრუნველობა იყო, თუმცა აი ფასი ეკარგებოდა ყველაფერს, თან ეს ბავშვი სულ დედისგან შორს იყო რა და რა თქმა უნდა ყველაფერი დააკლდა, უკით გადავჭდები, იმიტომ ძალიან მზი არის და რისი თქმა მიდოდა და მოკლედ ამიტომ აფრცელ, ამიტომ ბავშვებს წაართვეს, ბავშვობაო რა და იმიტომ ცდილობდა ბავშვებისთვის და მთელი სიმღერა მოკლედ ყველაფერს უძღვნი და მათ ნახეთ ყოველთვის ფიქრობდი ხოლმე რომ აი დიდებს რაღაცა ბავშვები საერთოდ დიდებს რომ ტრანსფორმაცია მოახდინეს შენში რაღაცა და ბავშვები სულ დამავიწყდა ამდენი ბავშვი მეწერს რომ აი ამას რჩევას მთხოვს ხოლმე ასე შემდეგ და რაღაცა აი ცოტა ისე გულისყურით არ უსმენდი მათ კი ვაძლევდი რჩევას, მაგრამ რაღაც უფრო დიდებისკენ ვიყავ. თავარი მომავალი თაობა არის, გესმით? თავარი ეს ტრამვირებული თაობა არის და ემიგრაციაში მყოფი დედები, ანუ კამერებით გაზრდილი თაობა არის, რომელსაც ღმერთი წაართვა დედამ, იმიტომ რომ გონია რომ მატერიალურში არის თუ მატერიალურ შეუქმნის, ბავშვი ბედნიერი იქნება, ვერ იქნება, ბავშვი მესმის თქვენი, ანუ სწორად გამიგეთ რა, მაგრამ ვერასდროს დედის გარეშე ვერასდროს ვერ იქნება ბავშვი ბედნიერი, იმიტომ რომ დედა სულიერებაში არის, გესმით? დედა არის ღმერთი, ანუ ინტუიცია არის ქალის, ინტუიცია კიდე არის ღმერთის
ხმა ხალხო ასე გვესაუბრება სხეულს ენას, სხეულს აქვს ტკივილის ენა, ღმერთის ენა არის ინტუიცია, ჩვენ მეტყოლებთ ქართულზე, ინგლისურად აი ესე შემდეგ. მათ აქვთ აი ესეთი ღმერთს აქვს ინტუიცია ისინა ჩვენთან აი ესე ამყარებს კავშირი. და ნახეთ, ანუ ღმერთს ართმევ შენ თავს. ინტუიცია, სულიერება, უპირობო სიყვარული, ვერ უზიარებ, როგორ გკამერთ, როგორ გაუზიარებ. და შესაბამისად, ნახეთ ბავშვს როგორ არის, ბავშვს ყოველთვის გონია, რომ ბავშვის აზროვნება ესე არის რა, რომ ეგო, ანუ ცხოველის ნამართი არის თავიდან, ხო? სანამ განვიზრდებით და ასე ადამიანად გარდავიქმნებით. ნახეთ ტრანსფორმირდებით. ნახეთ როგორ არის, რომ ეპიცენტრში გონია, ყველაფრის ეპიცენტრში საკუთარ თავი. კარგის და ცუცის, იმიტომ რომ ეს მე თავიდან როგორ ძაფრავთ, ხო, ბავშვებს, ანუ ეს მე მინდა, ეს მინდა. და ნახეთ როგორც ანუ კარგის, ასევე ცუცის, ანუ ყველაფერი რაც კარგი ხდება და რაც ცუდი ხდება, მათ გონიათ რომ ყველაფერში დამნაშავე თავადვე არიან. დანიელი მაგალითად რომ ზოგჯერ რომ წიროდი ხოლმე და რაღაცა მოვიდოდა ხოლმე და რა დავაშავე, ეგრევე, აი გონია და მე ახსნა რომ არა დედი რაღაცა შენ კი. როდესაც ოჯახში ჩხუბია გონია ბავშვს რომ თვითონ არის დამნაშავე, როდესაც მამა მიდის ოჯახიდან გონია რომ მამა ჩემ გამო წავიდა. როდესაც დედა ემიგრაციაში, ანუ ფული ჩემ გამო არ ქონდა, დედას ჩემ გამო წავიდა ემიგრაციაში და ბავშვი მე ანადგურებს საკუთარ თავს. და როგორია თქვენ ჩვენ რომ აი კარგს უკეთებთ მატერიალ დაანგრევს ყველაფერს. ანუ როგორ შეიძლება წარმოიდგინეთ, აი როგორ შეიძლება ბავშვი შეავსო იმით, რაც კი არ არსებობს. მატერიალურად რო არსებობდეს, გამეორდები ხო წინა ვიდეოშიც თქვი, თან წახებას შევძლებდით. გესმით? იმ ქვეყნად ერთადერთი რაც მიდის ჩვენ ცნობიერება. ანუ გესმით? ანუ ჩვენ აი სული მაგალითად consciousness აი ერთადერთი რაც ეს არ არსებობს და ახლა ანუ არაცნობიერად ცნობიერების გარეშე გაგვყავს ცხოვრება, ანუ რობოტიზებულები ვართ რა, გესმით? ნახეთ ადამიანებო და თქვენ ფული კი არ არის ვალუტა არის თქვენი ენერგია. გესმით? ანუ რეალურად აი ენერგიას იხდით. ბავშვები უკვე ენერგია კიდე სასიცოცხლო ძალა. ხანგრძლივობა. ბავშვები იბადებიან ამის გარეშე უკვე. იმიტომ მიდიან ადრე ამ ქვეყნიდან. იმიტომ რომ თქვენ არ დებთ, არასწორად დებთ საკუთარ თავში. აი ძალიან მომწონს მაიკლ ჯექსონის დღეს ვნახე სხვათა შორის ზუსტად აი იმიტომ არის ამ ადამიანის მაიკლ ჯექსონს ახლა გაფანატება, იმიტომ რომ ბავშვების დროა, გესმის? ბავშვების განთავისუფლების დროა, ვისგან, მშობლებისგან. და იცვლება ახლა ცნობიერება ყველაფერი და ამიტომ მაიკლს ხო ვთქვი რა მისი სიმღერები რაღაცა კურნავს და მოკლედ კოდირებული არის რა ანუ ცნობიერების ამაღლებაში ეხმარება ადამიანებს ამიტომ არის ახლა რადგან ცნობიერება ღვთის ცნობიერებაში რადგან გადავდივართ ამიტომ წამოიწია მაიკლის თემა ამაზე იმიტომ რომ ყველა ენერგეტიკულად აი წარსული ყველა ადამიანი ეხმარება თუნდაც ჩვენი წინაპრები გვეხმარებიან რომ გადავიდეთ სხვა ეტაპზე და ვერ გადავალ მაიკლმა როგორ შეძლო მაგალითად სხვა ეტაპზე გადასვლა იცით როგორ და განთავისუფლ მამის და დედის წინააღმდეგ წავიდა ანუ შიშებს გაუსწორა თვალი გესმით პირველ რიგში მამის ყველაზე მეტად რისი კომპლექსი გვაქვს მშობლების კომპლექსი გესმით თუნდაც აი ზედმეტი ზრუნველობა როდესაც აი გონიათ ხოლმე რომ საუკეთესოს უკეთებთ აღუპავთ თქვენ შვილს იმიტომ რომ ნახეთ ჩვენ ვართ ცხოველები ეს სხეული ცხოველის არის სული ღმერთის ამიტომ ეს არის დუალიზმი გესმით ამიტომ ამ სხეულს რა უყვარს დისციპლინა ცხოველი რას ასწავლის პირველ რიგში თავის შვილს ლომი ბოკვერს მოთმენას ელოდება მსხვერპლს გესმით სიჩუმეს ანუ საკუთარ თავში ჩაჯდომას ტკივილში ჩაჯდომა ეს სხეული ღმერთო აი რომ მუშაობ მაგალითად საკუთარ თავზე ხო ეს სხეული ისეთი ტრავმირებული არის დამახსოვრებული აქვს და ნახეთ ამას ვერ ამოიღებ შანსი არ არის ამიტომ ჭურჭი ნახეთ მაგალითად აი აქ ხო არის ეხლა მაგალითად ჩემი ტკივილი ჩემზე დიდია ხო აი ეს სხეული უნდა გავხადო ანუ საკუთარ თავი უნდა გავხადო ჩემ ტკივილზე დიდი გესმით და როგორ აი მაგალითად დანიელს ამოვწერე მაიკლ ჯექსონის სიტყვები ნახეთ რა წერია I study the greats and become greater. ისწავლე დიდებულ, ანუ დააკვირდი დიდებულ ადამიანებს რა, ეს greats, დიდ ადამიანებს რა, შეისწავლე ისინი და გახდი მათზე დიდებული. ანუ ბავშვები, მაგალითად, ყველას აი მოდის ხოლმე რომ რა ნიჭიერი ხარ, მე მეუნებია დედის მომლელები. მე არ მაქვს ეს ნიჭი.
ეს სახელმწიფოდან რომ მოდიან დღეში ორჯერ. და მე არ მაქვს ყველაშია ნიჭი. გესმით, ყველა ნიჭით ვიბადებით, უბრალოდ წაგვართვა ეს. ეს ნიჭი მშობლებმა თავიანთი ტკივილი, თავიანთი თუნდაც სიჩუმით, თავიანთი აი თუნდაც ესეთი მე შენ ყველაფერი შენთვის მინდა. всё, მოკალი იქვე შენი შვილი რა დროსაც ეს ყოს უთხარი. მე შენთვის ვაკეთებ. всё, მოკვდა იქ ბავშვი. გესმით, აი მოკვდა. და რაღაც სხვა ტრამვირებული, ანუ აი მთელი ცხოვრება მე დაამტკიცეს, რომ დაამტკიცოს, რომ შენი სიყვარული დაიმსახუროს, რომ შენი მზრუნველობა ისინი გაუკეთე, რა გაუკეთე, კაცო? ამისთვის გყავს შვილი. არასდროს არ ვუთხრა ჩვენ შვილai შენთვის გავაკეთე, არ გავანთავისუფლოთ. ჩვენი შვილები ჩვენგან, აი როგორც მაიკლ ჯექსონი დედის წინა დედამისის ხოთაშორის აი ძალიან კარგი ქალი იყო, რაღაცა ძალიან მზრუნველი იყო, თბილი, მაგრამ იაჰოვას მოწმე იყო რა. ანუ ეს რელიგიამ წაართვა. აი ეს აზროვნება. გესმით? და რელიგია არ არის, მაგრამ ეხლა რელიგიაში გადავიტანე ხო ეს რაღაც. თუმცა რა მნიშვნელობა არ აქვს რა. იაჰოვა ხარ, მოკლედ რა, მუსულმანი ხარ, რაღაცა რელიგია რაღაცას გართმევს, იმიტომ რომ შიშზე აგებული არის, გესმით? და მესმის მე რა. ახლა სხვა რამის დრო არის, ნახეთ? და ანუ იესოს ქონდა რელიგია, იყო ყოველთვის მოწოს ამას რომ ამბობენ ხოლმე, რომ არა, ქრისტიანობა ქონდა, არა. რატო იყო ღმერთთან აზრი, ღმერთ კაცი, რატო იყო? იმიტომ რომ რელიგიის გარეშე იყო, ანუ არ იყო ლიმიტირებული, არ იყო მისი აზროვნება. გესმით, მაიკლიც ამას ამბობს. აი საოცრად. აი რატომ ჯერ იცით რომ მაიკლს ღმერთთან კავშირი ჰქონდა, იმიტომ რომ რასაც ამბობს, ყველაფერი მოვიდა ჩემამდე მანამდე, სანამ აი ახლა დავიწყე. დანიელის გამო ნახე ეს ფილმი რა, საერთოდ აი რა მაიკლი. დანიელის გამო მოკლედ სულ ასე რაღაცა ცეკვავს რა ჩემი შვილი და მე ვთქვი აი წავიყვან და გავგიჟდი. მე დავიწყე ამ ბიჭის შესწავლა. მე თქვი რას ფიქრობდა, ვისთან ქონდა? მოვდივარ ჩემო ლამაზო, დედი, მოვდივარ. ვისთან ქონდა შეხება რაღაცა და ანუ რო ინტერვიუები დავიწყე, რასაც ვამბობ, ყველაფერს ამბობ და რატო ვიცი რომ მართალია, იმიტომ რომ მე არსად არ წამიკითხავს. რა დროსაც განთავისუფლდი მშობლებისგან, დედისგან, მამისგან, დედა ჩემო თერაპევტმა ქეთევან აზანიშვილმა იცოდა ხოლმე რა, რომ ამოიღე ატული და აელიტა და ჯვანშერი შენგანო. რა დროსაც ამოვიღე ეს ორი ადამიანი, ანუ სწორად გამიგე, ამოვიღე მათი არასწორი ყველაფერი. ანუ სწორს ვერაფერს ვერ ჩამიგდებდნენ, იმიტომ რომ თვითონ არ ქონდათ. გესმით? და როდესაც ამოვიღე ეს შთაგონებები, ეს რომ უფროსი წინ და დააყენე ყოველთვის საკუთარი თავი წინ. ნახეთ, როდესაც შენ ხარ განკურნებული, სწორად აყენებ ყველაფერს. ყველა სწორად უჩენ თავის ადგილს. გესმით, სწორად გილაგდება ცხოვრება. ხო, დედი, ახლავე, უნდა წავიდე ახლა და რისი თქმა მინდოდა. ბავშვებო, გაანთავისუფლეთ, გესმით? საკუთარი გაანთავისუფლეთ თავი თქვენი მშობლებისგან. დაივიწყეთ ყველაფერი, რაც კი გითხრენ. ახლა უპირობო სიყვარულის დროა. ეს არ მოუციათ თქვენთვის. ვერ მოგცემდნენ 99% ტრამვირებულები იყვნენ. ამიტომ ამოიღეთ თქვენ და აი მაიკლ ჯექსონი მაგალითად ხო დედამისი ძალიან, მაგრამ აი აზროვნება ქონდა რა, ლიმიტირებული. და ამიტომ რისი წინააღმდეგ მაგალითად დედამის ეს იაჰოვას ესეთი რაღაც სატანისტური რაღაც კლიპიც გადაიღო, არ შეიძლებოდა რა, მოკლედ და არაო და გამანადგურებოდა რაღაც აღარ უნებოდა. თუმცა მაიკლმა მაინც გააკეთა და ანუ ამის წინააღმდეგ კი წავიდა, გაიგე და ამან მოუტანა, იცით რა მხელა წარმატება? საოცარი, გესმით? ანუ რას ვამბობ? და მამამისმა უთხრა რომ მე სულ უნდა ყოფილიყო იმაში, რა ქვია, შენს ოჯახის წინააღმდეგ როგორ მიდიხარ, ეს არ გააკეთო, ეს არ გააკეთო და ანუ სოლო კარიერა არჩია. მამამის კიდე უნდა რომ ძმებთან ერთად ემღერა თელი ცხოვრება. და სოლო კარიერა, ანუ განთავისუფლდა. თავის უფალი გახდა, როგორ განთავისუფლდა მშობლებისგან. გესმით? თუმცა დედამის დაუტოვა ყველაფერი და ეს ანუ სწორად გაიგეთ ჩემი სიტყვები. არასწორი ცხოვრებისგან განთავისუფლდა. ღმერთს მოусმინა და არა მშობლებს. გესმით? ღმერთი გააღვიძა მასში. და კიდევ ერთხელ, როგორ ვიცი? იმიტომ ვიცი, რომ არ მისწავლია, ამ ცოდნამ გაიღვიძა ასე ჩემში, როდესაც განთავისუფლდი წარსულისგან, მშობლებისგან, ანუ არასწორი მათი შთაგონებისგან და დავუკავშირდი უფრო მივენდე ღმერთს. და ნახეთ, მაიკლი სულ ამბობდა ხოლმე, რომ ის არის, რომ მე ვერასდროს ვერ ვიტყვე, რომ მე ვწერო, იმიტომ რომ მე უბრალოდ ინსტრუმენტი ვარ. რას ვამბობ მთელი ცხოვრება? რომ
მე აი ნახეთ უზორი იმდეს აქ ვარ დედი შექმნილია უპირობო სიყვარულით ანუ მე არც ჩემ ნახატს არ ვაწერ ამ ნახატებს არ ვაწერ რომ ანა ბარბაკაძე არა იმიტომ რომ ჩვეულებრივ ფუნჩად ღმერთის ფუნჩად გრძნობ თავს ხალხო ჩემი ტრანსფორმაცია ნახატებში არის ეს ნახატებიც გეხმარებათ გესმით მოკლედ ამ ყველაფერზე მე ვისაუბრებ და ამიტომ აი ზუსტად იცით რომ ასე მგონია რომ უკვე დახატული არის ხოლმე მე უბრალოდ მივყვები იმიტომ რომ მე ხატვა არ ვიცი და ბავშვებო გეოვნებით განთავისუფლდით მშობლებისგან და წარსულისგან, ტკივილისგან, რაც გადმოგცეთ ეს დედა მაგალითად გაჩუმებით, მამამ დატუქსვით და არასწორი შთაგონებებით. განთავისუფლდით ამ ყველაფრისგან, გააღვიძეთ ღმერთი თქვენში და ნიჭი, საოცარი ნიჭი, რომელიც თქვენში არის და არც კი იცით, იმიტომ რომ გასწავლეს მატერიალური ისედაც მოვა. გესმით, გააღვიძეთ თქვენი ნიჭი და გავუზიაროთ ერთმანეთს რა. ეს ნიჭი ბედნიერება. გესმით? ახლა ერთად ყოფნის, ახლა უპირობო სიყვარულით რო წავედით. უპირობოდ მიყვარხართ.